ცნობილითაც დამნაშავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის დექვეპუნქტითა და მესამე ნაწილის დექვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახელდასვამად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევე დამნაშავეცნო ამავე საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელიც 300,000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, სააკაშვილს 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნვითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინების განსაზღვრული სასჯელი და საბოლოო მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნვითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადი სათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან 2025 წლის 12 მარტიდან მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.